მოგესალმებით და დაგისვათ კითხვას. ბუნებრივია ამერიკის პრეზიდენტის გზავნთან დაკავშირებით წერილი, რომელიც გამოუგზავნა ქართულ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს. პირველ რიგში ბუნებრივია მინდა თქვენი პოზიცია მოსვევთ ამ წერილის გზავნთან დაკავშირებით და აქ გკითხავთ მეორე ნაწილით რომელიც კითხვის ამერიკის საელჩოს დროინდელი პოზიცია რომ უნდათ შეხვედრა ბიზნეს იმანშვილთან და ეს შეხვედრა არ შედგა. ორივე ნაწილი. უბრალოდ ყოველს ამისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისამართი იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, სადაც ჩვენ საუბრობდით და ეს არის ვფიქრობთ კარგი სიგნალი. რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც Facebook-ზე ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაური არის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით ის რომ თვითონ როგორც საუბრობენ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავი, მაინც და მაინც პრეზიდენტის ტრამპის უშუალო მილოცვის შემდეგ მეორე დღეს ასე ვთქვათ ამას გამოეხმაურენ, უბრალოდ ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას, ცოტა რთულია. ეს გზავნა რაც საქართველოს მიიღო ამ შეხვედრით პრეზიდენტმა ტრამპისგან ნიშნავს თუ არა იმას, რომ რაღაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობებში და გადაითვისოს ურთიერთობები, იმიტომ რომ თქვენი პროგნოზი იყო, რომ ურთიერთობები ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო. შეიძლება იყოს დასაწყისი ეს ურთიერთობების გადათვლა. დიახ, ზუსტად ამას ვსაუბრობთ. პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, ამ მიზნებს ეს მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს მისი გაცხადებული მიზნები იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ის დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად დაისახა და მათ შორის მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და უფრო მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტება Deep State-ი, მით უფრო გაძლიერდება ამერიკას და საქართველოს შორის თანამშრომლობა. ეს არის პირდაპირ პროპორციული იქნება Deep State-ის შესუსტება საქართველოს-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი. პირდაპირ ეთერში ჩავთეთ თქვენს პირდაპირ ეთერში და გიპასუხოთ პირდაპირ. მაგალითად, როდესაც ფიშერთან დაკავშირებით მოხდა სიტყვი ფიშერთან ცხობა, ამას ზიანებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ როდესაც მაგალითად ცალკეულ დეპუტატებზე ზიანობების საქმესთან დაკავშირებით მოხდა ეს ინციდენტი, ამაზე ამბობენ, რომ ეს არის პროტესტის ნაწილი. ამას ამბობენ თქვენი თანამდებობებიც და ამას ამბობს პრემიერი, რომ ორმოდი სტანდარტი არის ყველგან. ვფიქრობ, საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი, ეს უბრალოდ კატეგორიზაცია. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად ყავთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს A კლასის ქვეყნები, არსებობს B კლასი, C და ასე შემდეგ. ალბათ კატეგორიებად არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ის რაც მიუღებელი არის ბერლინში, მისაღებია თბილისში. მაგალითად გეტყვით, რომ გახსოვთ თქვენ, მე ამაზე გამოვაქვეყნე კიდევაც ვიდეო შედარება ბერლინში, როგორ ააფეთქეს მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს სისხლის სამართლებრივად და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რაც უფრო მაღალი დაცვის სტანდარტის სარგებლობს და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. ამიტომ ზოგიერთის თვალში კატეგორიებად არის სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სამყარო დაყოფილი. ეს მე-20 საუკუნის შეიძლება რაც ყუდებია შემორჩენილი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების ტვინებში. რაც მინიმუმ მას შემდეგ რაც არსებობს გაეროს ქარტია და მას შემდეგ რაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული декларация, ამის შემდეგ მაინც უნდა ყველას უნდა
მიევიწყებინა ასე ვთქვათ სტანდარტიზაცია, უბრალოდ კატეგორიზაცია ქვეყნების. და ესეც კარგი მაგალითი არის გუშინ პრემიერმაც ახსენა, მაშინ როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და აქაც ხაზგაუსვა რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში პოლიციელი უფრო მაღალი დაცვის სტანდარტით სარგებლობს და მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი ესარჩლება პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურად თავდასხმას და ამბობს რომ ის არ უნდა მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს. მეორე მხრივ ადამიანი რომელიც მან ის ვერბალურად შეაწუხა ამ ადამიანზე გვეუბნება გერმანიის საგარეო სამინისტრო რომ უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. სისხლის სამართლებით დევნა შეგახსენებთ რომ ამასე ჩვენთან როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ დაიგმოს ამას არც გმობენ საელჩოები მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების სიტყვიერ თავდასხმას დეპუტატებზე არ გმობს არც ერთი საელჩო თუ დონორი. როდესაც საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევასთან დაკავშირებით ასეთ ქმედების ამბობენ რომ ეს რაღაც გადამეტებულია და თავად გთხოვენ სისხლის სამართლებით დევნას ადამიანისა ფიზიკური ხო და ამიტომ სწორი ყოფილა ხო? ამიტომ ხო და საქმე იმაშია რომ ის კი არა ჯერ-ერთი ადამიანი გამოკითხული იყო ხო იცით? ერთი და მეორე ასე ხო არ შეიძლება. როდესაც თან მთელი ცინიზმი ამ ისტორიის იმაშია რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის რომ გამოსარჩლოდა პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა რომ პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. და ამ დროს იმ ბათუმში ამ საქმისთვის ჩასულ ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებით დევნას. უბრალოდ აქ ხო ჩანს ფარისევლობა მთელი ამ პროცესისა. არა, რეაგირება. სახელმწიფო რეაგირებს ყველა საკითხზე. რეაგირებს და მათ შორის ეს უყურეთ კიდევ ერთხელ ის ადამიანი გამოიკითხა და შინაგანსაკითხი სამინისტროსთან გამოიკითხა კიდევაც და ეს მათი კომპეტენცია არის. უბრალოდ მთელი ცინიზმი იმაში არის რომ ჩვენ გვიყიჟინებენ რომ პოლიციელზე ფიზიკურად თავდასხმენი ადამიანი სასჯელის გარეშე იქნა არა თუ გაშვებული პირიქით ადამიანი გაგმირებული არა უყურეთ აგმირებენ გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ და აძლევდა ინტერვიუს, სადაც წერია რომ თავისუფლება მზიას თუ არ ვწები, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდასხმას და თავად ამბობს, რომ ის ვინც ის ვერბალურად ასე ვთქვათ შეურაცხო ან შეაწუხა, არ ვიცით ზუსტად, იქ ზუსტად რა მოხდა, ეგეც არ ვიცით, ის კადრები მაინც ნანახი გვაქვს, ამაზე უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. რეაგირებას რაც შეეხება ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა. მე უბრალოდ მინდა ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ თუ რამდენად უტიფარი არის ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით ხოლმე. რას ქვია, როგორ? რას ქვია რეაგირება არ არის თქვენ? ის ადამიანი პოლიცია, ორი გათხრათ, პოლიციაში მიიღოს და გამოკითხეს. ის დანარჩენს შეაფასებს პოლიცია და შინაგანსაკითხი სამინისტრო და პროკურატურა შეაფასებს, რეაგირება ყველაფერზე იყო საქმე რაშია, იცით? გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვადასხვა მთავრობების დაფინანსებული ადამიანები, როგორც სიტყვიერად თავს ესხმიან პარლამენტის წევრებს, ისე ფიზიკურადაც ძალადობენ მოქალაქეებზე და 9 აპრილს ჩვენ ვნახეთ, როდესაც მათივე თვალწინ, დონორების და ელჩების თვალწინ, მათივე დაფინანსებულ ორგანიზაციებმა მოაწყეს ძალადობის აქტი 9 აპრილს მემორიალთან. და ამაზე არა თუ რეაგირება ქონიათ, დაფინანსება შეუცირეს, რაღაცა შენიშნოს, ერთი სიტყვა არ თქვეს, ამის დაგმომის რომ ემიჯნებიან ამ ყველაფერს. ამიტომ ეს არის რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საერთო სტანდარტით ყველას მიმართ, უცხოეთიდან ხედავთ ჩვენ
კატეგორიზაციას და ის რაც როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა კატეგორიების შორის ყოფნა. საქმეებთან დაკავშირებით გეკრებოდით ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მანამდე ნახეთ რომ ვახტანგ გომავალოვი მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მის საქმიანობას როგორ აფასებთ და ახალი მინისტრისგან მან თავად გააკეთა განცხადებაც და განმარტებაც ამასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური გახდათ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი ერთ-ერთი, როგორც ხვდები, თუ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი არა საქართველოს მთავრობის კაბინეტში, ქართული ოცნების მთავრობის კაბინეტში. მას მიუძღვის განსაკუთრებული წვლილი იმაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ უსაფრთხო გარემოზე საქართველოში, საუბრობთ კანონიერების უზრუნველყოფაზე საქართველოში და განსაკუთრებით საუბრობთ იმაზე, რომ ზუსტად აი ამ არეულობების, რევოლუციების, მცდელობების, რომელიც გარედან იგეგმებოდა, რამხელა რესურსი, ფული, პროპაგანდისტური მხარდაჭერა მათ შორის გარედან იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლილი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ და ხედავდით ამის მცდელობებს, პარლამენტის შტურმებს და ასე შემდეგ, მოყოლებრივ ჯერ კიდევ 2019 წლიდან ამ ყველაფრის გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამას წარმატებითაც აკეთებდა არა მხოლოდ ასე ვთქვათ ამ მხრივ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, არამედ ზოგადად კრიმინალთა ბრძოლის მხრივ. გიორგი ბაჩაშვილის დაკავებაზე კითხავთ, ეთერში ხარ ჩემთან და გიორგი ბაჩაშვილის დაკავებაზე სამართალ დახმარების მუშაობებს პირდაპირ ეთერში რაც ვარ, იქ არის უპირატესობა, ჩავთეთ პირდაპირ ეთერში და თქვენც იტყავთ. მოკლედ, რაც შეეხება ბაჩაშვილის დაკავებას, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტია, ამ ადამიანი, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან და ის რომ მისი დაკავება მოხდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო არის მყარად დამკვიდრებული. ის რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა რომ გაექცეს მართლმსაჯულებას და ამ ხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა მიცოდეს, რომ საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაიქცევიან და ყველას მოუწევს პასუხისგება საქართველოს სასამართლოს წინაშე და შესაბამისი სასჯელის მოხდა. ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თვის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს, ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს და იმ დანაყოფებს, რომელიც ამ ოპერაციაში იყვნენ ჩართული, კიდევ ერთხელ ერთი ღერიც არ შემოვარდა, ისე აიყვანეს ადამიანი და დღეს არის ციხეში და იხდის თავის კანონიერ სასჯელს. ორი პლატფორმაც იკვეთება. აქეთ პურჭულაძის, იქეთ სალომე ზურაბიშვილის და მათი პლატფორმებით რა როლს თამაშობს. საერთო ჯამში პრობლემა, მთავარი პრობლემა რაც აქვს ოპოზიციას, არის ის, რომ ისინი არ არიან საკუთარი ნებით მოქმედი ჯგუფები, არიან გარედან კარნახით, ვნახეთ 26 მაისს აღლუმი როგორც ჩააბარეს ლიტველ დეპუტატს გორბაჩოვის ყოფილ თანამებრძოლს, იქადნებოდნენ რომ უნდა თავად ჩაებარებინათ სალომე ზურაბიშვილს და სხვებს აღლუმი და საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილმა და მისმა გარემოცვამ აღლუმი ჩააბარეს ლიტველ გორბაჩოვის თანამებრძოლ ადამიანს. ესეც აჩვენებს საერთო ჯამში იმ მონურ ფსიქოლოგიას, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს რადიკალურ ოპოზიციას. ერთადერთი რაც მათ ამოქმედებს არის გარედან მისული მითითებები და ამიტომაც არის რომ ოდესაც საკუთარი ნებით ადამიანი არ მოქმედებს, ამ დროს ერევათ ყველაფერი. ხედავთ რომ ვეღარ იმ მდგომარეობაში მიიყვანეს რომ ყველა მათი ნაბიჯი შეცდომა არის, მათ ვიღაცამ შეაგულიანა რომ არჩევნების შემდეგ თუ დაიწყებდნენ რადიკალიზაციას, უზრუნველყოფდნენ რომ
მათ ისინი ხელისუფლებაში მოსულიყვნენ უკანონო გზებით და დემოკრატიის გვერდისავლით, ჩაუფლავდათ ეს რევოლუცია კიდევ ერთხელ და დარჩნენ ახლა ასე მანდატების გარეშე იმ სიტყვებით, რომელიც მათ ნათქვამი აქვთ ყველას აბსოლუტურად, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ახლა ყველა რიგრიგობით ლაგდებიან და ემზადებიან ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. აი ეს არის საცოდავი ბედი მოღალატისა. აი ეს არის, ოდესაც ადამიანი და რა თქვინა ისტორიაში ბევრი ასე ვთქვათ ძებნა და როდესაც ალბათ ისტორიას როცა სხვადასხვა ისტორიას ვკითხულობთ ვეცნობით და გვისწავლია მოღალატებზე ვსაუბრობთ, გვიკვირდა ალბათ ხო რა ამოძრავებს ადამიანს რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე წავიდეს. აი შეხედეთ რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, მელიებს და გვარამიებს და გახარიებს და ხაზარაძეებს, რა ამოძრავებთ რომ საკუთარ სამშობლოს ღალატობენ და გორბაჩოვის თანამებრძოლ ლიტველ დეპუტატზე ცვლიან თავისი ქვეყნის ინტერესებს. აი ეს არის ხომ რაღაც გვინდა 100, 200 და 500 წლის უკან წასვლას ჩვენ თვალწინ პირდაპირ ეთერში სოციალური მედიით ხდება ეს ყველაფერი და რაც თავარია ეს ყველაფერი დარჩება ისტორიაში. ბევრი მოღალატე ისტორიულ წაიშალა, იმიტომ რომ მატიანემ შეიძლება ყველაფერი არ აღწერა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სამარცხვინო ფურცლები არის ეს ქართული ისტორიისთვის, როცა ჩვენს წიაღში მოღალატეები არსებობენ, მაგრამ ეს ხო აღარ წაიშლება. ეს ხომ დარჩება მომავალ თაობებს, რათა ჩახედავენ ყოველჯერს და როგორც სააკაშვილის მოღვაწეობა სამარცხვინო დარჩა და შავლაკად ჩვენს ისტორიაში და ასეც იქნება ისტორიაში, როცა ვისწავლეთ, რომ ეს იყო დიქტატურის ადამიანის ღირსების შემლახველი, უცხოზე გაყიდული ხელისუფლება, ასევე სამარცხვინო დარჩებიან ეს ადამიანები ისტორიაში. ასე რომ ეხლა უბრალოდ საკუთარ ასე ვთქვათ ამ მოღალატეობრივ ასე ვთქვათ მოღალატეობრივ ობელისკს ასე ვთქვათ კიდევ უფრო ამყრივებენ და ამყარებენ. ო, გოგალმე. ესორი პლატფორმა როგორია? ანუ რა ალტერნატივა არის, რა გაერთიანება არის? აი, მე მგონი ნახეთ, მე მგონი ხო ყოველჯერზე წმუნდებიან, ხომ, რასაც ცდილობენ. აი ხო 26 მაისისთვის დაანონსეს, რომ ჩამოდის ევროპარლამენტის დესანტი, დაანონსეს, რომ უნდა არიონ სიტუაცია. ნახეთ, განცხადებები უცხოეთიდან, რომელიც რა თქმა უნდა ამის შემადგენელი ნაწილი იყო. როდესაც თავზე ახტებიან, ასე ვთქვათ, რეალობას და ნახეთ ის მათ შორის მე ერთ განცხადებაზე ვთქვი კიდევაც რომ ეს სამარცხვინო თავდასხმა იყო 26 მაისს ჩვენ დღესასწაულზე. ეს ყველაფერი იყო პროპაგანდისტული შემზადება იმ დღისთვის, რომ რაღაც მომხდარიყო. ნახეთ რა იყო, რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც ვიხილეთ იმ დღეს და ქალბატონის სალომეს არეული საუბარი, რომელიც საბოლოო ჯამში თავადაც არ მოეწონათ. ასეთია კიდევ ერთხელ ღალატის გზა. ღალატის ადამიანს ზნეობრივად, მორალურად, ადამიანურად ანგრევს. და როდესაც ღალატის გზაზე დგას ადამიანი, ის ინგრევა, მისი პიროვნება იშლება საბოლოო ჯამში და ამიტომ არის ამასაც ხედავთ. აი ამ არეულ საუბარსაც, ამ ჩამოუყალიბებლობას, ამ გეგმა არა აქვსაც ის არის. ღალატის გეგმა როგორ შეიძლება არსებობდეს? ღალატი არის სხვისი კარნახით მოქმედება. რა თქმა უნდა, მათ გეგმა არ აქვს, იმიტომ რომ სხვის გეგმებზე არიან დამოკიდებული. ერთად ვენის კონვენციაზე ისაუბრა გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყურბახიძემ ჩვენს ეთერში და ის ამბობს, რომ რამდენიმე ელჩი მათ შორის ევროკავშირის, გერმანიის და ყოფილი ელჩი ამერიკის არ ღვევენ ვენის კონვენციას. რაში გამოიხატება, როცა ამბობთ, რომ ვენის კონვენცია ირღვევა? სხვა კითხვა იყო სალომე, თუ ნებათ რომ ჭირდება სხვა გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ დიპლომატებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ადგილობრივ საკითხებში. ეს მათ შორის გულისხმობს ალბათ თანხმდებით იმაზე, რომ არჩევნებში ჩარევის უფლება მაგალითად არ აქვთ. საარჩევნო კამპანიაში ჩარევის უფლება არ აქვთ. კონსტიტუციურ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვთ. შეგახსენებთ მაგალითებს ევროკავშირის ელჩის ქცევიდან. შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ როდესაც ჩვენ მქონდა იმპიჩმენტის პროცედურა ქალბატონის სალომეს წინააღმდეგ, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ იმპიჩმენტის ქალბატონის სალომეს იმპიჩმენტი რაღაც ეწინააღმდეგება რაღაც ევროპულ მისწრაფებებს.
რაც აბსოლუტურად ზოგადად აბსურდი არის, როგორ შეიძლება კონსტიტუციის დაცვა ეწინააღმდეგოს ევროკავშირისკენ სწრაფვას, გამოდის რომ მაშინ ევროპა არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის დარღვევა და თვითნებობა არის. ამიტომ რა თქმა უნდა ის ჩაერია საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, რომ ებსჯელა იმპიჩმენტთან და არავინ ეკითხება ევროკავშირის ელჩს საქართველოს პარლამენტის საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტზე რა გადაწყვეტილებს, ეს არ არის არც მისი როგორც ელჩის კომპეტენცია და ეს არის პირდაპირ დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტისა. მეორე, ბატონმა ჰერჩინსკიმ გააკეთა კომენტარი ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, სადაც შედარებული იყო ის თუ რა იქნებოდა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ კი აი ეს რევოლუციები, რომლებსაც ასე უყიჟინებდნენ, განხორციელებოდა და იქნებოდა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა და მისი დამქაში NGO-ები. აი როგორი ნგრევა იქნებოდა საქართველოში. გამოვიდა ბატონი ელჩი და ამაზრზენი უწოდა ამ არავინ ეკითხება უცხო ქვეყნის ელჩს ქართული ოცნება თუ ნებისმიერი პარტია რა საარჩევნო კამპანიას ეწევა. რა თქმა უნდა ის ამით ჩაერია საარჩევნო კამპანიაში ქართული ოცნების წინააღმდეგ, რაც არის ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა. ასევე შეგახსენებთ, რომ ბატონი ელჩი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოდიოდა და მოუწოდებდა, რომ ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დააცილა ქვეყანა ევროკავშირს, შეაფერხა, შეაჩერა თუ რამე ასე შემდეგ და ახლა უნდა მოსახლეობა მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებზე ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამითი ის პირდაპირ მიუთითებდა, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცაცხლა და ეს იყო დარღვევა ვენის კონვენციის 51 მუხლის პირველი პუნქტის. ამიტომ სამი ფაქტი გითხარით, რომელთაც მათ არა თუ უბრალოდ შემოერღვა, ვერ გაითვალისწინა, დაუდევრად თუ გაუფრთხილებლობით მოვიდა, განზრახ და უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 51 მუხლის პირველი პუნქტი. რაც არის როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, ასევე არის დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევა. მაგრამ ამაზეც მიდიან როგორც ხედავთ სამწუხაროდ. აი ეგეთ გადავალ და მე გადავიდე. აი უპასუხებ და ამაზე თქვენ თქვით წერილთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს მიზეზი, როგორც ვიცით, დანიგანს უნდა გადაეცა ბიძინა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილები, თუმცა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე. რატომ თქვა ივანიშვილმა დანიგანთან შეხვედრაზე უარი? არ მოგეთქვით აი ამას გადაგეკითხებით, რომ თქვენ ამბობთ ივანიშვილის პოლიტიკაზე ამბობდა ამას გადაცემაში, რომ ჩვენ რომ გითხოთ განიგოთ რა უნდათ ამერიკელებს ჩვენ და ამას ვერ ვიგებთ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კითხვას, ის თუ საჭიროდ ჩათვლის თავად გააკეთებს ამაზე განმარტებას საკითხთან დაკავშირებით. თუ კი ქალბატონ ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა, მას შევახსენებ, ის აკრედიტებული არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საგარეო საქმეთა მინისტრი არის მისი უშუალო ასე ვთქვათ პარტნიორი საკომუნიკაციოდ, ასევე პრემიერ-მინისტრსაც არაერთხელ განუცხადებია და სხვა დროსაც ჩვენ რა თქმა უნდა ელჩებთან ურთიერთობას არასდროს მოვლიდები ვართ. ამიტომ თუ რაიმე სურვილი აქვს თუ რაიმე გადასცეს, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი არიან და შეუძლია საკომუნიკაციო არის საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, ეგრე ბიძინა ივანიშვილის თანამდებობა საერთოდ მსოფლიოში არ არსებობს საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა. მაშინ ვინ არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ისეთი, ვინც შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის საკომუნიკაციო ესე რომ ვთქვათ ადამიანი და ვისაც შეიძლება ივანიშვილის შეხვდეს. ზოგადად უყურეთ ის რომ პრემიერ-მინისტრმა ღია წერილი მისწერა პრეზიდენტ ტრამპს, ის რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება კონგრესის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს აჩვენებს ჩვენს ღიაობას და მზაობას საჯაროდ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ ჩვენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და ამაზე გვითქვამს ჩვენ კიდევაც, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დააზიანა საკუთარი და მისი ელჩის ხელით დააზიანა ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვართ მზად ამისთვის, ასე რომ თუ კი არის სურვილი ჩვენში გულისხმობ მე საქართველოს სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე თუ კი საქართველოს და
ამერიკის შეერთებულ შტატებთან შტატებს შორის ურთიერთობებზე საუბარი. კიდევ ერთხელ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს შეუძლია საგარეო საქმეთა მინისტრის მეშვეობით თუ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით ეს გადასცეს. არც არის, როცა უყურეთ რაც კი ბატონო. საკუთარ პოზიციაზე და დიდი არის განცხადება და მთავარ პასუხს. არის, გადავიდეთ სხვა საკითხზე. ისამს რომ მაშინ, როდესაც პირადი შანტაჟი არის მის მიმართ, ელჩთან დაკავშირებით შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი ინტერესების საპირწონედ ვიღებ, რაც ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი არის. კი ბატონო, ის რომ გაუგებარი არის ელჩის განცხადება. კი ეს შეგახსენებთ, ზუსტად იდენტური განცხადება იყო მათ შორის, როდესაც ელჩი დეგნანი ცდილობდა თავის დროზე შეხვედრას. ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს მიდგომებში და რაც თავარია, ჩვენ კეთილსინდისიერები და ღია ვართ პარტნიორობაში. ეს ჩვენ ვაჩვენეთ წლების განმავლობაში და არ დავიღელებით ამის ხსენების და შეხსენებით. ბოლო 13 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებზე საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების მსგავსად ერთგული პარტნიორი რეგიონში ნაკლებად თუ ეყოლებოდა. მათ შორის იმით, რომ ჩვენ ვიყავით მთავარი გვერდში მდგომი, როდესაც ავღანეთის მისია იყო საჭირო, როდესაც ნატოს წევრების უმეტესობა დაიმალა და გაექცა ომს, ტყვიას და დენთისუნს, აი იქ ვიყავით ქართველები და იქ დაუდექით გვერდში ამერიკის შეერთებულ შტატებს, არა მხოლოდ როგორც სამხედროები და სამხედრო ძალით, არამედ მათ შორის ამითი ფინანსური შეღავათიც გავუკეთეთ ამერიკის შეერთებულ ეს ფული ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მითხრათ, რაც წინა დავხარჯა, ოღონდ თავი არის შანტაჟის საფუძველი. ეს არის თუ არა შანტაჟი, როგორ თავად უწოდებს. კიდევ ერთხელ ეს არის ის, რაც არაერთხელ თქმულა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც, საჯაროდ მათ შორის ეს პოზიცია იცის როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე იციან ჩვენმა პარტნიორებმა და ის რომ ამ პოზიციას თავის დროზე, ასე ვთქვათ, ყური არ უგდო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ეს თავისთავად ცუდი იყო ამ მხრივ. შანტაჟის ფონზე ჩემთვის ერთშან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო სხვა კითხვა მოგცემთ. ხო და კითხვა გადავა. კითხვა. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ან მას არ შეუძლია სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ მივიღო რაიმე, ან სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენა არ შეუძლია ბიძინა ივანიშვილის საკუთარი პირადი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე? თქვენ უბრალოდ ან თუკი ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, არის პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდია რომ შეხვდეს მას და არ შეუთავაზებია როგორც ხდება. უბრალოდ აი ხო ხედავთ რომ ეს საკითხი მე მგონი 2022 წლიდან ამ პოზიციას ისმენთ და ხო ხედავთ რომ ყოველ ჯერზე აღმოჩნდით ჩვენ და ბიძინა ივანიშვილი მართალი. ხო ყოველ ჯერზე ასე ხდება. მოდი გამოცდილებას დავეყნოთ და ნახოთ თუ 2022 წელს ეს პოზიცია გაჟღერდა და მართალი აღმოჩნდით, 23-ში მართალი აღმოჩნდით, 24-ში მართალი აღმოჩნდით, ალბათ რომ 25-ში მართლები ვართ. ესეც ხომ ასე არის. ამიტომ ის სხვა საკითხებია. ვიცით რომ ის შეხვედრა მე არ შეგვიძლია. სწორედ საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. არც ირაკლი კობახიძე ასენა არც ნაკაბოშვილი მოითხოვა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. ეს სწორედ იმის დასტური ხო არ არის, რომ არ აღიარებს ეს მთავრობას ლეგიტიმურ მთავრობას. უბრალოდ ეს მას უნდა კითხოთ, რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასა და ამერიკის ხელისუფლებას შორის ურთიერთობას, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის წერილი და მე მგონი პრეზიდენტ ტრამპის წერილი
უფრო ცოტა მეც ნიშნავს ვიდრე სხვა რაიმე საკითხი. არ მე არ ვიცი ეს მას უნდა კითხოთ ვისთან უნდა შეხვედრა ვისთან არ უნდა და ვისთან რატომ უნდა და ვისთან რატომ არ უნდა ეს მას უნდა კითხოთ მე არ ვიცი ხა მას შეხვედრები მათ შორის საგარეო მინისტრთანაც აქვს ხოლმე ასე რომ ესეც არ ეყო საჭიროება საგამოძიებო კომისიის ხედავთ ჩვენ რომ პირდაპირ ტრანსაქციით საზოგადოება უკრებს იმის ხდომის დღესაც გაიმართა რამდენად მნიშვნელოვანი არის და მანდატის გაფორმებისათვის დროებით საგამოძიებო კომისიამ უკვე 30 ხდომა ჩაატარა 100-ზე მეტ პირს მოусმინა და რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით გიორგი გახარიას თუ სხვა რამდენიმე პირს შეიძლება ჩვენ ალბათ 100 ადამიანის ტრაგიკული ისტორია მოვისმინეთ. აი ეს იყო ის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე ჩახუტებული ყავდა ევროკავშირსაც. შეგახსენებთ, რომ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს მისცა უვიზო მიმოსვლა 2010 წელს, რეჟიმის, რომელიც აწამებდა ხალხს ციხეებში, ბიზნესს არ ეკეტებდა და სხვა რაც ასე ვთქვათ ამ რეჟიმის დამახასიათებელი იყო, აი ამ რეჟიმის ელიტას მისცა უვიზო მიმოსვლა, ხოლო ქართველი ხალხი დაგტოვა სავიზო რეჟიმში და მხოლოდ ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ შემდეგ 2014 წელს ხელმოწერით და 2017 წელს უკვე იმპლემენტაციით ყოფილიყო ჩვეულებრივი მოქალაქეთა უვიზო რეჟიმი. აი ამ რეჟიმს, აი 100 ტრაგედია მოისმინეთ და ამ 100 ტრაგედიას ალბათ ერთგულში უშვებენ დღესაც და ერთში უშვებენ, მეორედან გამოუშვებენ ხოლმე ამ ტრაგედიებს, რასაც ისმენენ და ასევე ყავდათ. შეგახსენებთ, რომ აი დღესაც აქ არის თუ არ ვცდები გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე დღესაც თბილისში არის. შეგახსენებთ, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც აწამებდნენ პატიმრებს და ბიზნეს რეკეტი მიდიოდა 2008-9 წლებში ქალბატონი იუკნევიჩიანი იყო ლიტვის მთავრობის წევრი. ხოლო მთავრობის ხელმძღვანელი იყო ბატონი კუბილიუსი. აი ლიტვა მაშინ რომელიმე განცხადება გახსოვთ ქალბატონი რასასი როგორც ლიტვის მთავრობის წევრის ან მისი პრემიერ-მინისტრის რამე განცხადება გახსოვთ რომ წამება დაეგმო საქართველოში მედიის მიტაცება დაეგმო ან რამე ეს ხალხი არა თუ იხუტებდა იმ ხალხის წახალისებული იყო ზუსტად და იმ ხალხის შემოქმედება იყო მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ ახლა ეს კომისია ეხება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მფარველებს. სინამდვილეში მათაც ვახედებს საკუთარ სარკეში როგორი დიქტატორული რეჟიმი შეგვიქმნეს 21 საუკუნეში ქართულ ხალხს ევროპელებმა და მათ შორის ზოგიერთმა ამერიკელმა რომელიც მიხეილ სააკაშვილის მფარველი არის დღემდე და დღემდე ქვეყანას აწვალებენ სააკაშვილის ხსენებით. ამიტომ ეს კომისია თავის საბოლოო ვერდიქტს და ასე ვთქვათ ანალიზს დადებს და ყველა კიდევ ერთხელ უკვე ფაქტებზე დაფუძნებით. ყველას დაულაგებთ ფაქტებს ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილის მფარველობდნენ, ყველას დაულაგებთ ფაქტებს, თუ რასთან ქონდა საქმე, როგორ ხუჭავდნენ თვალს დიქტატორზე, როგორ ხუჭავდნენ თვალს მწამებელზე, როგორ ხუჭავდნენ თავს რეკეტიორზე და დღეს როგორ ბედავენ საერთოდ რომ ესარჩლებიან ასეთი კრიმინალის ჩამდენ ადამიანებს. აი სულ სამნი დავჭით და მოვჭით. ხო, ეს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. პირველი ივნისიდან შედის ამერიკული კანონი ძალაში და ნახოთ ამერიკულ სტანდარტს მაინც თუ დაიცავს NGO სექტორი და მათი დონორები. აგერ არის ამერიკული სტანდარტი, აგერ არის ამერიკული კანონი, ვნახოთ ერთი ისინი ფარისევლობდნენ, როდესაც რაღაც ნორმები არ მოსწონდნენ, თუ რაიმე რეალური შენიშვნა ქონდათ. პირდაპირ ერთ-ერთში გადმოღებული კანონი, რომელიც მოქმედებს ტრამპის ამერიკაში, ახლა თქვან, ან არ მოსწონთ ტრამპის ამერიკა, ან არ მოსწონთ ამერიკული კანონები, ან არ მოსწონთ ამერიკული სტანდარტები და მაშინ ჩვენ რას გვეჩვენებთ, წავიდნენ და იციან სადაც არის საელჩო და იქ გააპროტესტონ, ან დაემორჩილონ ამ კანონს. ერთი და მეორე განზომილება აქვს ამ კანონს, ეს არის დონორები, რომლებიც აგულიანებენ თავის NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს. ესეც არის დარღვევა ზოგიერთი ელჩი მათ შორის, რომელიც აგულიანებს NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და ისინი დაეხმარებიან ყველანაირად, რომ შემდეგ რაღაცა თუ იყო ამაზე
რეაქციები ატეხონ მე სკანდალი და ვაი ვიში. აი ამ დონორებს და ამ ელჩებს ვეთქვი, რომ 51 მუხლის პირველი პუნქტი ასევე გულისხმობს მისი პირველი წინადადება, რომ დიპლომატებმა პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას. ყველა, ვინც ეუბნება დღეს NGO-ებს არ დაემორჩილო კანონს, ყველა ეს ადამიანი არღვევს ვენის კონვენციის 51 მუხლს და არღვევს თავის დიპლომატიური ქცევის სტანდარტსაც ასევე. ასე რომ ყველას მინდა რომ აქედანვე მოუწოდო, რომ არ უარყონ ამერიკული სტანდარტი და არის აგერ ამერიკული სტანდარტი და ვნახავთ ახლა საერთო ჯამში სინამდვილეში რაღაც სტანდარტების საკითხი ქონდა თუ მათ სურთ რომ ფარულად იმოქმედონ და სამწუხაროდ დღესაც ხედავთ NGO-ებს და დონორებს რომლებიც აგრძელებენ ფარულ საქმიანობას. სხვათა და აქ კიდევ ერთხელ ერთ რამეს ვიტყვი. აი ეხლაც ხო იყო შანსი თავის დროზე, როდესაც ჩვენ დავიწყეთ პირველად ინიციირება კანონის. მანამდე მე საუბარი მქონდა ელჩებთან, დონორებთან, რომ პროაქტიულად თავად შეექმნათ ისეთი პროცედურა, რომლითაც ქართველ ხალხს გამჭვირვალედ ეტყოდნენ, რა ფული შემოდის და რაში იხარჯება. თავად გაეკეთებინა, თუ არ უნდათ რომ სახელმწიფოსგან იყოს ეს რეგლამენტირებული. არ გააკეთეს. ერთხელ, ორჯერ, 17-ჯერ არ გააკეთეს. აი ეხლაც ხო შეეძლოთ. აი თავად თუ არაფერი დასამალი არ აქვს. თავად ხო შეეძლოთ გაესაჯერებინათ საკუთარ ფინანსებს მალავენ ევროკავშირის საელჩოც მალავს, სხვა საელჩოებიც მალავენ, საფრანგეთის საელჩომ ნაციონალ მოძრაობის ლიდერებს მისცა ფული, ნაციონალ მოძრაობის ლიდერებს და აქ ჩვენ თვალში ნაცავს გვაყრის, რომ ტურისტული მარშრუტები უნდა დახაზოსო. ამ ფულის აღებიდან ზუსტად 2 კვირაში ამ ორგანიზაციამ გააკეთა ექსტრემისტული განცხადება, რომ პარლამენტს არ ვაღიარებთო. აი ამაში გამოდის რომ ან საფრანგეთის საელჩო უნდა გაემიჯნოს ახლა სოვლაბის ამ ექსტრემისტულ განცხადებას, ან გამოვა რომ ეს საფრანგეთის საელჩოს დაფინანსება მიდის ექსტრემიზმში. ეს არის ორი ვარიანტია, სხვა ვარიანტები არ არსებობს და ეს დუმილი დამალვა, გაუმჭვირვალობა, რასაც ირჩენენ ზოგიერთი საელჩოები, ეს გაუმჭვირვალობა, რომ პრობლემაა ევროპაში, ეს ნახეთ მათ შორის ევროკავშირის აუდიტის დასმაში, რომელსაც ამხილა, რომ ევროპული გრანტები იხარჯება გაუმჭვირვალედ და იხარჯება ისევე როგორც ამერიკულები იხარჯებოდა. და დღეს ამას საერთოდ არ იმჩნევს ევროკავშირის ელჩი, მიუხედავად მრავალი მიმართვისა, ის რომ ამდენი თაღლითობა იქნა მხილებული, დაიხურა ორგანიზაციები, ევროკავშირის აუდიტმა დაადგინა, რომ ევროკავშირის ფული იხარჯება არამიზნობრივად, ევროკავშირის ელჩის რეაგირება არის ნული. რაც აჩვენებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ არ არის არანაირი მზაობა, რომ ის ფარული სქემები, რომელიც არსებობს საქართველოში, გახდეს გამჭვირვალე. რაც შეეხება ბაჩეშვილის დაკავებას, უბრალოდ ყოვლისა ეს აჩვენებს, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს როგორც სამართლებრივი სახელმწიფო შედგა 11 წელი აქვს ამ ადამიანს ჰქონდა მის ჯილი და ემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას და ამ ღონისძიებით ახსოვდა მართლმსაჯულება და საქართველოს აჩვენა რომ ის არის არა მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფო, არამედ უმაღლესი სტანდარტებით მოქმედი სამართალდამცავი ორგანოებით, ის რომ ერთი ღერით მისა არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს ისე მოხდა მისი დაკავება, აჩვენებს თუ როგორი პროფესიონალიზმით მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და რამდენად სტანდარტების შესაბამისად მუშაობს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. და კიდევ ერთხელ ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვინც კანონის წინააღმდეგ მიდის, რომ მართლმსაჯულება ყველას მიმართ დადგება. უბრალოდ ყოველისა რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებ, გახლავთ გამოცილი ადამიანი, რომელიც იცით რომ ბოლო პერიოდში მინისტრის მოადგილებისთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, ასე რომ ამ ხრივ ამ მიმართულებითაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს და ზუსტად ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დარწმუნებული ვარ, რომ იქნება წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი და უსურვებ ამ ხრივ საუკეთესო შედეგებს. ეს არის კომისიის საკითხი, არ ვიცი რა მხრივ შეიძლება კონდეს
მას შემხებულობა კომისიისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ეს კომისიის სამშობლო საკითხები. ვიცი ხომ იმ კომისიაზე გია ვოლსკიც იყო მისული, სხვა დეპუტატებიც იყვნენ მისულები, რა ვიცი, რამე საინტერესო. რას უნდა მივუნება? 2000 ბატონი გელაძე 2012 წლიდან არის სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის ძალოვან უწყებებში და ამ მხრივ მხოლოდ წარმატებული აქვს საქმე. გასაგები ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ ბევრი. ეხლა კი ბატონო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისი ბიოგრაფია, მისი წარსული, მათ შორის მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი არანაირ ეჭვს არ იწვევს და აქედან გამომდინარე ის ვაწოდე. მათ შორის აცხადებდა, რომ არც ერთი ნაცია არც ერთ უწყებაშიო და რატომ ის არასდროს ყოფილა პარტიული და კიდევ ერთხელ სხვადასხვა საჯარო სამსახურში ბევრი ადამიანი, რამდენიმე ათასობით ადამიანი მუშაობს საჯარო სამსახურში, მუშაობდა მათ შორის დღემდე მუშაობს ადამიანები, რომლებიც აწლოვლებია საჯარო სამსახურში არიან. აქ მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალურად ყველა ადამიანის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი და ამ მხრივ მიიღება გადაწყვეტილება. არ ვიცი, იმედი მაქვს ევროკავშირის ელჩი შეაფასებს რაიმენაირად, რა ვქნათ, ვის დაუჯეროთ იმ ცილის წამებას, რომელიც საქართველოს მიმართ მოდის სხვადასხვა დიპლომატის თუ პოლიტიკოსის მხრიდან, რომელიც უბრალოდ რა გითხრათ, ჩამოყალიბდნენ სტაჟიან ცილის მწამებლად საქართველოს წინააღმდეგ, მათ დაუჯეროთ და რომელიც ხილებული იყვნენ რამდენჯერმე სტრასბურგის სასამართლოს მიერ თუ დაუჯეროთ ობიექტურ შეფასებებს. ჩვენ მაინც ვარჩევთ ობიექტურ შეფასებებს დაუჯეროთ და სტრასბურგის სასამართლოს დაუჯეროთ და აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ვინაიდან ახლა ესეც მიმდინარე თემა არის ჯაფარიძეს დაკავებასთან დაკავშირებით, აგერ ნიკა მელიაც უარს ამბობს, რომ გადაიხადოს გირო. ახლა მართალია ხატოვანი გამოთქმა არის, რომ იგივე კინოს გვაჩვენება, მართლა იგივე კინოს გვაჩვენებენ. 4 წლის წინ დაიწყო კინო 2021 წლის თებერვალში, როდესაც ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და ამის გამო მოხდა მისი პატიმრობით შეფარდება. ლიტვის ელჩი მივარდა პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით მივარდა ნაციონალურ მოძრაობის ოფისში, სადაც გამაგრებული იყო ნიკა მელია და არ ემორჩილებოდა პოლიციას და არ აპირებდა. აი ხო და უყურეთ, არ აპირებდა რომ ჩაბარებოდა პოლიციას. ლიტვის მაშინდელი ელჩი მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა კრიმინალს. ანუ ევროკავშირის წევრმა ელჩი წარმოადგენს თავის ქვეყანას, ანუ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ სოლიდარობა გამოუცხადა კრიმინალს. წარმოგიდგენიათ რა დონეზე არის ევროპული ღირებულებები ამ საელჩოს მაგალითზე, ხომ? გამოუცხადა, სოლიდარობა. შემდეგ დაკავების შემდეგ ბრიტანეთის ელჩი შეშფოთდა, დანიის თუ ნორვეგიის ელჩი შეშფოთდა, ლატვია, ესტონეთს არ ვიტყვი, ვინაიდან ისინი ზოგადად შფოთავენ საქართველოსთან დაკავშირებით. ყველამ, ასე ვთქვათ, დაგუგმო, გაგკიცხა 3 წელი, ესე იგი, არ დაიშურეს არანაირი ენერგია, რომ საქართველოს რეპუტაცია შეელახათ ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. მე პირადად მაშინ რომ მიწევდა სხვადასხვა ვიზიტები, მათ შორის ბრიუსელში, მახსოვს, რომ ესე იგი, აი ამ თემას არ უნდათ რომ გაცდენოდნენ ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომ მელია გაუშვი, არ გაუშვი, იყო მართალი თუ არ იყო მართალი. 3 წლის თავზე, 2023 წელს, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ლიტვის ელჩი იყო მტყუანი, რომ ის ადამიანი ლიტვის ელჩი რომ მივიდა, ეს ადამიანი ცილს წამებდა საქართველოს სახელმწიფოს, რომ თითქოს იქ ხდებოდა რაღაც უკანონო. რომ ბრიტანეთის ელჩი ცილს წამებდა საქართველოს, რომ ნორვეგიის ელჩი ცილს წამებდა საქართველოს და სხვები ვინც ამას, ეს თქვა პირდაპირ სტრასბურგმა. შავი თეთრზე დაწერა, რომ
საქართველო მისი მართლმსაჯულება იყვნენ მართლები და თქვენ ელჩებოდა ევროკავშირებოდა მისო წევრო ქვეყნებო თქვენ იყავით ყველა მტყუანიო თქვენ გინახავთ ლიტვის ელჩი რომ გამოსულა ბოდიში მოეხადა ის ძველი ელჩი ჯერ კიდე ადგილზე იყო როდესაც სტრასბურგის სასამართლო გამოვიდა ეხლა ახალი ელჩი ის ელჩი გამოვიდა ბოდიში მოეხადა ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ადგილზე იყო როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა ბოდიში თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება ბოდიში ნუ თქვენს წინააღმდეგ ცილის წამებას ვაწარმოებდი აი ეს ბოდიშსაც კი არ მოიხდია აი ეხლა ხო არ ვიცი ეხლა უყურეთ ხო რო შეხედო ну აბა რა უნდა გქონდეთ ხა სამართლებრივად შეხედეთ რა ხდება არის გირავი ხო ერთ-ერთი არის უმარტივესი კაზუსია ხო არის საკითხი არის გირავო თან ეს გირავო იმას კი არნიშნავს რომ ვიღაცამ ესე ფულები უნდა ატაროს ასე ვთქვათ და რიცხოს ბანკებში აგერ ნახეთ გიორგი ვაშაძემ უძრავი ქონება ასე ვთქვათ გარანტიად ჩადო არავინ არ თხოვს ასე ვთქვათ ფულის ტარება საკეთიკი აი მარტივი საკითხია როგორ ზუსტად მეორდება ერთ-ერთი იდენტური საკითხია არის გირავო გირავოს თუ უზრუნველყოფ არანაირი წინასწარი პატიმრობა არ არსებობს თუ არ უზრუნველყოფ მაშინ სავარაუდოდ შეიძლება იყოს ეს არის სტანდარტი და პრაქტიკა აი დღეს გამოვიდეს ახლა ინგლისის აი ბრიტანეთის ელჩი გამოვიდა უნდა ინგლისურად თქვას უნდა ქართულსაც ხედავთ რომ ეჭიდება და შეუძლია ქართულადაც თქვას და მოუწოდოს ნიკა მელიას რომ გადაიხადოს გირავო ან უზრუნველყოს თუ არ გააკეთებს ამას აი ხვალ თუ იქნება მსჯელობა იმაზე რომ პატიმრობით შეეფარდოს თუ არა არის ხვალ თუ ზეგარით როცა არის მსჯელობა ამაზე და თუ კი გადაწყვეტილება იყო მსგავსი როგორც ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში და ანალოგიური შემთხვევა აი მე რო გამოვა აქედანვე წინასწარ აი მე რო გამოვა ბრიტანეთის ელჩი რო გამოვა ლიტვა ლატვია ესტონეთის ელჩები სხვა ელჩები რო გამოვლენ აი ყველას თუ საჯაროდ იტყვიან ჯერ ბოდიში მოიხადონ წინაზე რო ცილის წამება იყო საქართველოზე მელიას წინა შემთხვევა ჯერ ბოდიში მოიხადონ თქვენ რო შეგვეშალა შევრცხვით ქართულ ხალხის წინაშე ბოდიში ვიხდით ამ ყველაფრისთვის და მე იგივე წრეზე წავიდნენ და მე 3 წლის შემდეგ კიდე ბოდიში მოვიხადე. კი ბატონო, მე ამ იმ წრეზე წავიდნენ, მაგრამ ჯერ ბოდიში მოიხადონ, რაც გვაკადრეს ქართულ სახელმწიფოს ნიკამელიას წინა შემთხვევის შესახებ. ასე არ არის უპასუხისმგებლო ჩახვიდე ქვეყანაში, არისო სიტუაცია ცილის წამო იმ სახელმწიფოს, აბრალო თითქოს ადამიანებს ციხეში ხრის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მე გამოხვიდე და ისაუბრო რაღაც ღირებულებებზე, რომელიც სინამდვილეში არ მისდევ. ბოლო და ის არის წება შეხედა. აი აქამდე ხო უპასუხები. არა, სუსის განცხო. და ჩვენ ემირატებს ვესაზღვრებით თქვენი აზრით? ხო და ანუ სად დააკავეს? და სადახლო ემირატებშია? ანუ აქედან დასკვნა სად დააკავეს? როგორ წელდება სუსის ინფორმაცია ამ წუთას თქვი და გარდიანმა დააკავა? კარგით, გარდიანი რომელიც აფსერებს ჯერ ესეთი კრიმინალის ინტერვიუს ავრცელებს ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საერთოდ რომ ეს დიდი ალბათობით ნაყიდი სტატია არის. იცით რომ მილიარდები აქვს ამ ადამიანს მოპარული და როგორმე ალბათ 1-2 კრიპტოვალუტა ჩაურიცხა ვიღაცას. დიდი ეჭვი მაქვს და გონივრული ეჭვი ეს არის ნაყიდი სტატია. კრიმინალთან თორე სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონოდა გარდიანს ვიღაც ქართულ კრიმინალთან დაკავშირებით. რაც შეეხება მის დაკავებას განცხადება მოისმინეს სუსის რაც არის და არ ვიცი მე რითი იძებნება ვიცი რომ ადამიანს მისჯილებს 11 წელი ჩემი როგორაც მე საერთო სასამართლოში არ ყოფილვარ ქართული მართლმსაჯულების სახელმწიფოს მიერ აქვს მისჯილი. ხა თქვენ შეიძლება სააკაშვილის 11 წელიც არ გჯერათ მაგრამ ნუ ამასობაში ერეკლი გეცეს პერფორმანსი გახსოვთ ოპერიალიდან სადაც მუსიკის დროშის დაკავშირებული პერფორმანსი გამილოვი აქეს ირაკლი კოლახიძეს აი ეს როგორ შეიძლება რომ შეხსდეს და უხერხული უნდა იყოს თუ არა ეს ქვეყნის და თქვენი პარტიის ლიდერისთვის ჩვენს პოლიტიკას არ ვაწყობთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებას. მე მგონი ეს არის მთავარი ჩვენი მთავარი ღერძი ჩვენი პოლიტიკისა ხო ეს არის და განსაკუთრებით ბოლოს 3 წლის განმავლობაში ხო ამას ხედავს ქართული ხალხი რომ მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ მიმართულებას საიდან არის ესა თუ ის განცხადებები. ჩვენ მოქმედეთ მხოლოდ ქართული ხალხის ინტერესებით,
მხოლოდ იმ ამოცანების მიხედვით, რომელიც ჩვენი ეროვნული ამოცანები არის. ზოგი კარგ სიტყვის, ზოგი ცუდ სიტყვის, ეხა ვინც რა სიტყვის, ეხა იმის მიხედვით ყვავი. ბატონი შავა, ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით მინდა რომ ვთქვათ, უმცირესი შეფასებები გააკეთეს ამ ადამიანებმა სამდღიანი ვიზიტის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა არ აღიარებენ თქვენს ჩატარებულ არჩევნებს და ასევე ამბობენ, რომ ქართული ოცნება რუსეთისგან დავალებებით იღებს დავალებას, რომ deep state-ზე ისაუბროთ, რომ რუსეთის დავალება არის ისაუბროთ deep state-ის თეორიებზე, რომ ეს მათი თქმით არის ბავშვური ზღაპრები მხოლოდ და მეტი არაფერი და გააგრძელებენ, როდესაც დაბრუნდებიან ევროპარლამენტში ზეწოლას ქართულ ოცნებაზე. რას ფიქრობთ თქვენ ამ უწევეს განცხადებებზე და შესაძლებელია უფრო პერიოდში დამოუკიდებლობის რეზოლუცია, სადაც იქნება საუბარი უპირველეს ყოვლისა, მე სადამის დელეგაცია ჩამოვიდა, რომელიც ქალბატონი რასა იუკნევიჩენის შეკრული არის. თქვი კიდევაც რომ მე იმედი მქონდა, რომ პირველი რასაც გააკეთებდა ქალბატონი რასა იუკნევიჩენი, როდესაც ფეხს დაადგავდა ქართულ მიწაზე, ბოდიშს მოუხდიდა ქართულ ხალხს მისი ფაშისტური განცხადებების გამო. მე როგორც ხვდები ყოველ შემთხვევაში არ რჩება გამოჩა, მას ბოდიში არ მოუხდია ქართული ხალხისთვის მისი ფაშისტური განცხადებების გამო. რაც მე მაფიქრებინებს, რომ ეს განცხადებები სადაც ის ამბობდა, რომ ხალხი არის დამნაშავე, სადაც ის ამბობდა, რომ ინფექცია არის ოცნება და ეს უნდა მოვიცილოთ, ეხა ინფექციებს და დამნაშავე ხალხს როგორ ეპყრობოდნენ ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში, ეს ძალიან კარგად ვიცით და ამიტომაც ეს რა თქმა უნდა ფაშისტური განცხადებები იყო და ვინაიდან მან ბოდიში არ მოიხადა, ეს მე მაფიქრებინებს, რომ ეს არ იყო წაცდენა ან დაუდევარი განცხადება, არამედ ეს იყო განზრახვა, რომელსაც ის იზიარებს. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც აკეთებს განზრახ ფაშისტურ განცხადებას, არის ფაშისტი. შესაბამისად, ფაშისტი ადამიანის რაიმე განცხადებებზე კომენტარი გამირთულდება და მე მგონი საჭიროც არის, უბრალოდ ჩვენ ამის მორალური შეფასება უნდა გავაკეთოთ დღეს იქით, რომ ქალბატონი იუკნევიჩიანი ჩამოყალიბდა ქართველების მიმართ ფაშისტ ადამიანად. რეზოლუციას ელოდებით, სადაც რა თქმა უნდა, მე გამიკვირდება, რომ რაიმე რეზოლუცია არ იყოს, ისე შეჩვეული ვართ, რომ არ ხდება არაფერი ევროპარლამენტში, ცოტა გვიკვირს ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს იქნება. კიდევ ერთხელ, სააკაშვილის მეგობარი აპრიორი ვერ გახდება საქართველოს მეგობარი. აი ეს არის მოცემულობა, რომელსაც არაფერი ეშველება ამ მხრივ. ამიტომ კიდევ ერთხელ, როცა ადამიანს აქვს ფაშისტური განცხადებები ქართული ხალხის მიმართ, ბოდიშს არ იხდიან ამაზე, რა თქმა უნდა, იქ რა უნდა გქონდეს, კარგი მოლოდინი არაფერი არ გვექნება. ასევე ვკითხოთ ინდექსზე ცოტა. იმდენად მნიშვნელოვანია მსგავსებები, რომ საქართველოს გამჭვირვალობის კუთხით მე-12 ადგილზე ხო, როდესაც საქართველოს არის სოფლიოში მე-12 ადგილზე გამჭვირვალობაზე, მე მგონი სიაში ჩახედვაც არ არის საჭირო, რომ მივხვდეთ, რომ ევროკავშირის ნახევარზე მეტი არის საქართველოს უკან. ასე რომ მე მგონი ამაზე კომენტარი უნდა გააკეთოს ევროკავშირის ელჩმა, როგორ ხდება ეს, რომ საქართველოს, რომელსაც ესე იგი მოლაპარაკების გახსნაც არ უნდა თუ აღირსონ, როგორ უსწრებს ყველანაირად ამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აღარ ვსაუბრობთ ხო კანდიდატ ქვეყნებს. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თუ რა არის ფაქტი და რა არის აღქმები და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამწუხაროდ დღეს არის ღირებულებითი კრიზისი იმ პოლიტიკურ ჯგუფებში, რომლებიც ცდილობენ საქართველოს მიმართებით ითამაშონ მასწავლებლის როლი, მაშინ, როდესაც თავად ჩონჩხები ყავთ კარადაში. ასე რომ მნიშვნელოვანია ამ ხრივაც ვიცოდეთ და ქართულმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ არავისგან თითის დასაქმნელი არ გვაქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელმაც შეძლო თავისი სტრუქტურების და ინსტიტუტების ისე მოწყობა, რომ ყოველგვარი რაღაც მილიარდიანი ფონდების გარეშე, რომლითაც ახლა უნდათ რომ მოხიბლონ სხვადასხვა ქვეყანა, ყოველგვარი ამ მილიარდიანი ფონდების გარეშე ჩვენი ძალით და არავინ არ მოიტყუს თავი, რომ აქ ახლა ხელით გვატარებდნენ და ასე შევძელით ჩვენ ამ ინსტიტუტების აშენება, ჩვენ ქართველმა ხალხმა, ჩვენი ძალით და ბოლო 12 წელი დაუღალავი შრომით შევძელით, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ეს გამჭვირვალობა, იქნება ეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, იქნება ეს სხვა მაჩვენებლები ეკონომიკური თავისუფლების ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროპულ წესად იქცეს ხო ხედავთ ხო და უსწრებთ ასევე ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას.